მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ უნდა გავიგოთ ასეთი ამბავი, რისთვის ბედმა უკან დაგიბრუნოთ თქვენი პარტნიორი. რა თქმა უნდა, ეს იქნება გაშლა იმათვის, ვისაც ახლა ან შერიგდით, ან ახალი შეიძლება ადამიანი მოვიდეთ თქვენ ცხოვრებაში, ხო? ნუ შეიძლება ახალი როგორ იცით, ნუ ახლა რადგან უკან დაგიბრუნათ, უფრო მე მგონი იმაზე ვინც დაბრუნდა, ხო? და ნახეთ დასტავიღე და როგორი ესეთ ასების არის აქ ტუზი. ნახეთ, სიყვარულისთვის შეგვიძლია დავასრულოთ, ხო? კარგით, როგორც ყოველთვის მაგ კითხვები მზად. ეხლა ჩვენ აქ გრძელი გაშლები გვაქვს. ვიღაცას არ მახსოვს რომელი არხზე მომწერეს, რომ აქ თქვენ ტაროს შლით თუ ლაპარაკობთ თუ რაღაცა ესეთ სისულელე მომწერეს, ესეთ ადამიანებს მე რა თქმა უნდა ბლოგში ვაგდებ, იმიტომ რომ მე 1000 ჯერ ვამბობ, რომ აქ ამ არხზე ჩვენ გვაქვს გრძელი გაშლები და ჩვენ გვაქვს აქ საუბრები და ტარო ჩვენ უბრალოდ გვეხმარება. და ყველა მიცეთ აქ ამ ვინც უკვე დიდი ხანია ჩემთან, რომ ჩემი დამოკიდებულება ტაროსადმი, ტარო არის ერთ-ერთი ფსიქოლოგიის წიგნი და მე უბრალოდ მოქვს სხვადასხვა ფსიქოლოგიის წიგნები, რომელიც გვეხმარება ჩვენ ის თუ ეს სიტუაცია გავარჩიოთ, ჩვენ ვარჩევთ სიტუაციას, ამიტომ საუბრობთ რა, ტაროლოგი ეს არ არის ადამიანი, რომელიც მარტო კარტს გამოვიღებს და გააჩნია ტაროლოგსაც, ხო? მე ტაროფსიქოლოგი ვარ. ამიტომ მინდა რომ ვინც მე მიყურებს, მიიღოს კიდევაც პასუხები. კარგი პასუხები მიიღოს, ხო? კარგი, თავა ვნახოთ, ეხლა რა ხდება თქვენ შორის. Ну, принципში ტუზიც არის აქ, რომ იყო დასების ტუზი და ახლა 10-იანი დასების რო გვაჩვენეს, ნახეთ, გავჭეხეთ და ისევ. იმიტომ გვაჩვენეს, იმიტომ რომ აქ ჩვენ უკვე გაშლა ხო ვთქვი, რომ იქნება იმათვის, ვინც შეიგდა, ვისთანაც დაუბრუნდა უკვე პარტნიორი. Так, აჰა. Ну, ჩემო სიხარულებო, აქ თქვენ რომ იცოდეთ, აი იმ პაუზაში, რომელიც თქვენ იყავით, აქ ჩარეულები არიან მაღალი არკანები, რომ იცოდეთ თქვენ და თვით ბედი, თვით იუსტიცია, თუ უზინაისმა, სწორედ ვამბობ, ძალებმა ჩაერიეს და ამიტომ ნახეთ რა ხდება აქ. თქვენ აქ გაიარეთ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, იცოდეთ, ნუ კონტრაქტი არის, ანუ აქ როგორი მოხდა, იცით? აქ რაღაცა პაუზაში თქვენ რო იჯექით, უნდა ყოფილიყავით, აქ ადამიანს ეთყობა უნდა გაეგო თქვენი ფასი. თქვენი ფასი, რამდენად შენ ხარ მაგისტვის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ თქვენ აქ დარწმუნებული ვარ, იყავით ძალიან ჭკვიანად, ანუ არ წერდეთ ისტერიკებს, არ ქმნიდეთ, არ ეკითხებ სადახაროდეს და ბრუნდები რა ხდება, ეგეთ რაღაც სისულელებს არ აკეთებდით. სწორედ მოიქეცეთ თქვენ, მიეცეთ თქვენს პარტნიორს იმის საშუალება, რომ თქვენ იმ სიჩუმეში თქვენ იყავით, გაიგო რომ ნამდვილად მე მინდა ეს ქალი, ნამდვილად ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ნამდვილად მე მიზიდავს ეს ქალი და ნამდვილად მე მინდა რომ გავაღვიძო რა და მე მინდა რომ აღარ დაიძინოს და არ წავიდეს ჩემგან. აი ეს იყო თქვენთვის და აქ ნამდვილად თქვენთვის არის მოცემული ახალი შანსი ისევ გამოავლინეს. ანუ აქ даже რაც ვეთყოდე, ნახეთ ახლა ურთიერთობა როცა არის, ზოგჯერ არის, ნახეთ, ერთ გაკვეთილს ჩვენ გავივლით, მერე შემდეგი გაკვეთილზე გადავდივართ, მაგრამ ამ გაკვეთილების შუა არის რაღაცა მანძილი არა, დრო, როცა ჩვენ ვართ, ну, ჰარმონიაში, როგორც აი აქ აჩვენებენ, ხო ხდებით რა? იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ურთიერთობა არის აქ. გოგომ დაამთავრა აქ ახლა აი წესიერად, ჩვეულებრივად, ნორმალურად იჯდა ელოდებოდა, ახლა ეჭვიანობის და ყველაფრის გარეშე კი ნერვიულობდა ძალიან, აი უზომოდ ნერვიულობდა, მაგრამ აი სულ უკვე რო თქვა რომ მორჩა, აღარ ველოდები დაბრუნდა. თქვენი პარტნიორი. აი ეს არის უეჭველი ეგ მომენტი და აგერ დაიწყო ახალი ეტაპი და აგერ არის თქვენი სიყვარული, იმიტომ რომ ეს ადამიანი უკვე მიხვდა, მე თუ ეხლა არ გამოვჩდები, აუცილებლად გამოჩდება სხვა ვიღაცა სხვა, ვინც ამ გოგოს წამართმეს და ამიტომ შეიძლება ვიღაცას საღამოსაც გამოვლინდა
და თქვა რომ მე ვარ შენი იმპერატორი, მე ვარ შენი კაცი, მე მინდა შენთან ერთად ვიყო და გავაგრძელოთ, შენ ხარ ჩემი ბოდიში იმპერატრიცა, ნახეთ. იმპერატორი როგორ მოგწონთ. ვთქვი და უკვე ის არის რა. და აქ არის როგორი მომენტი, იცით, როცა თქვენთვის ეს აქ იმუშავეს მაღალმაძალებმა, უეჭველი, აი იმიტომაც არის რა, ანუ ხო ვკითხე რომ რატომ დაგიბრუნათ ბედმა. ხო, ნახათ რა საინტერესოდ მუშაობს, კითხვას რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს, ხო? და ეგრევე მათ ჩვენს ჯერ პირველი რომ ის გადაწყვეტილება იქ არის მიღებული იმისთვის რომ თქვენი კონტრაქტი გაგრძელებულია, ისევ უნდა იყოთ თქვენ ერთად, ხო? და უნდა იყოთ ეხლა თქვენ როგორც ანუ კი ზოგი როგორც ცოლ-ქმარი შეიძლება თქვენ დიდი ხანი ელოდებოდეთ მისგან წინადადებას და როგორც ცოლ-ქმარი დაიწყებთ ისე ცხოვრებას, ზოგი უბრალოდ ნუ მოდით ასე ვთქვათ, ეს საერთოდ აი ღმერთი დალოცვილი ოჯახი. მიხვდეთ? წყვილი როცა არის იმპერატორი და იმპერატრიცა, იმიტომ რომ თქვენ მართლა იჯექით ძალიან ბევრს ფიქრობთ, ორივე ნახეთ როგორ აქ ნუ განიცდიდით, მოდით ასე რომ ვთქვათ, ამ მოლოდინში ორივე ერთმანეთს ელოდებოდეთ. ეხლა ეს ნახეთ, როცა შენ გეწყება აი ეგეთი ტრანსფორმაციული პერიოდი, სიჩუმე, როცა შენ ამ სიჩუმეს იყენებს სწორედ, ანუ რას ნიშნავს სწორედ? შენ არ ზიხარ და დავსარური ხინებ კედელს უბრალოდ ყველაფერ ზიხარ, ტირი ხარ, არაფერი არ მინდა. აქ როცა შენ გადაერთობი შენ საქმეზე, როცა შენ სხვანაირად უყურებ სიტუაციას, რისთვის ეკითხები და არა რატომ მემართება მე ეს ყველაფერი, რა უნდა ვისწავლო ამ სიტუაციაში და შენ სხვანაირად როცა უდგები ამ საქმეს, აი მაგ შემთხვევაში არის აი ეს ჩათვლა, რომელიც აი აქ არის მიღებული ჩათვლა, არის მიღებული აი აქ, რომ გოგო მისცა დრო იმისათვის, რომ ჩუმად ყოფილიყო ეს ბიჭი, რომ გრძნობა ხო გაქვს, შენ ხო გრძნობ, რო თქვა ადამიანი კიდე ახლა სადღაც არის, შენ გულში ტრიალებს. გოგოებს საერთოდ ნუ ახლა გვაქვს ჩვენ ძალიან მაგარი ინტუიცია, თუნდაც იმაში, რომ всё დასრულდა თუ თუნდაც რომ იძახე, აი დასრულდა, აღარ დაბრუნდება, აღარ მინდა, ყველაფერს ლაპარაკობთ, მაგრამ გულის სიღრმეში სადღაც შენ იცე, რომ ეს ადამიანი ჯერ არ მიდის, არ წავა ჩემი ცხოვრებიდან, კიდე რაღაცა გვაქვს გასავლელი და მოდი ეს დრო გამოვიყენო იმისათვის, რომ მე გავიგო რისთვის და პირველ რიგში რა თქმა უნდა იმისათვის, რომ შენ უნდა აი რატო ვეუბნებით ხოლმე გადაერთე შენ საქმეზე, შენი ენერგია წაიღე, ცოტა იქით წაიღე სხვაგან იმ და აქ მოაკლდება ენერგია და წავა მასში პროცესები, რომ შენ რო სულ ზიხარ, ტირი ხარ, სულ ფიქრობ, იმას არ აძლევს შენ საშუალებას, რომ თავისი პროცესები გამოიაროს. მით უმეტეს, როცა თქვენ წერ და ზოგი რო იძახეს, კი მივწერე და დამბლოკა, კი ასე ვქენი და ასე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანი არის პროცესში. და ეს არის როგორ ახლა რომ აი მე თქვენ ახლა ვიდეოს გწერ და ვიღაცება ახლა შემოვაარდეს აქ და დამიწყოს ლაპარაკი, მიშლის პროცესს, ხო? ანუ რას ვიდა გავბრაზდები, რა თქმა უნდა, ხო? იმიტომ რომ ხო ვთქვი რომ მე ახლა აქ აი ვიდეოს ვწერ სიტყვაზე, ნუ შემიშალეთ ხელი თუ დაუშვოთ არის თქვა ვიღაცა კიდე სახში, ხო? ნუ მიშლით ხელს. აი და აი ეს ეგეთი პროცესზე შენ მოდიხარ და გაგაფრთხილი და კიდე ახლა თავს არ მანები. რა თქმა უნდა გავბრაზდები, რა თქმა უნდა არაფერსაც მიგიხურებ და რა თქმა უნდა რაღაცას გეტყვი კიდევაც რა. იმიტომ რომ პროცესში არის ადამიანი და ამ დროს უნდა დაანებო თავი და მისცე საშუალება, რომ ეს პროცესები გამოიაროს თვითონ. მიხვდეთ რა ხდება? ამიტომ არის რომ მიდის ეს დაბლოკები, ჭუბები კიდე დამატებით და ასე შემდეგ. როცა ხდება ეს პაუზა, მაგ პაუზაში უნდა შენ მიხედო შენს თავს, უნდა დაკავდეს შენი საქმეებით, შენი განვითარებით, შენი რა ვიცი, მეგობრებთან სულ მცირე წადე, რა ვიცი, რაღაცა გააკეთე რა, მაგრამ იმას თავი დაანებე რა. და დავის პროცესებს გაევლის ეს ადამიანი, თუ შენი არსად არ წავა ეს ადამიანი, მაინც დაგიბრუნდება, მაგრამ დაგიბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ შენში და ჩაერთობა ეს პროცესები, იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად ამ პროცესებში უნდა ჩავერთოთ რა. აუცილებლად უნდა დავფიქრდე და გავაანალიზო, რატო, რისთვის, რა კიდე რა უნდა ვისწავლო, აი ეს ყველაფერი აი ესე მუშაობს, ჩემო სიხარულებო, აი ამიტომ იცოდეთ რომ მაგასეთ პერიოდებში თამით მე არ გეუბნები თქვენ იმაზე რომ თქვა არ გიყვარს ადამიანი თქვა ან რა რო არ გიყვარს არც ნერვიულებ ხო არც დაელოდები. ნუ ყოველ შემთხვევაში
ნუ იცით ხოლმე ეს წერები და რაღაც ისტერიკები, მიხვდით? იმიტომ რომ ეს არაფერს კარგს არ მოგიტანთ თქვენ, იცოდეთ რა? არ მოგიტანთ. იმიტომ რომ ეს არის პროცესები, ეს რა თუ რო ვუყვარდე, მოვიდო და კი მოვა, როცა მზად იქნება, შენ თუ ხელს არ შეუშლი, იმიტომ რომ იქი მარტო ყოფნაში თუნდაც სულმცირე უნდა გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ, რამდენად შენ მაგას სჭირდები. გაიგეთ? იქ უნდა გაიგოს და ეს უნდა მოხდეს შენს გარეშე. შენს გარეშე. იქ უნდა იჯდეს ეგა და უნდა იფიქროს, რომ ნამდვილად მე მჭირდება ეს გოგო და ნამდვილად მე მინდა მასთან ვიყო, ნამდვილად მე მჭირდება ეს ურთიერთობა, უნდა გაიგოს, ურთიერთობა პროცესი არის, ურთიერთობა არ არის, რომ ანუ ყველაფერი მარტო ყვავილები მაჩუქარი რესტორანში წავედით ერთად და ვისვენეთ, მე რა კარგია, არა. ურთიერთობა არის დიდი პროცესი, დიდი სამუშაო და ჩვენ კი შეგვიძლია ვცვალოთ პარტნიორები ისე იქით-აქეთ, ხო? მაგრამ უბრალოდ ეს მომენტი არის, როცა თუ ნამდვილად გიყვარს, არ არის საჭირო შენ თავი დაიმცირო, არ არის საჭირო შენ მაგას შეეხვეწო, არ არის საჭირო შენ ახლა შეიძლება თქვენ ამ ეტაპებს გადიოდეთ უკვე, თუნდაც ამ ადამიანთან, შეიძლება სხვა ადამიანთან. და იმიტომ შეიძლება თქვა, რომ აი სულ ასე რატომ იმთავრდება და აი სულ იმიტომ რომ შენ არ აცდი პროცესებს. არ აძლევს საშუალებას იმ პროცესებს, რომ უნდა იყოს ეს ადამიანი თავისთვის ცოტა ხანი. და ამიტომ ეს კაცებს ძალიან უჭირს ეგენი, როცა შედიან ემოციაში, ხო? და რო ხვდებიან, რომ ვერ ვმართავ მე ემოციას, ხო? მე რაღაც იმიტომ რომ მაგათ მიზის ხარ, ყველაფერი გასაგები უნდა იყოს, ხო? არ არიან ეგენი ჩვენსავით ემოციურები. და როცა ემოციაში ვარდებიან, უარესი, ეშინიათ, ეს რა მემართება, იმიტომ მე ვერ ვაკონტროლებ თავს. მე რას ვაკეთებ, რა ხდება? უნდა იყოს იმ თავის გამოყვაბულში და იჯდეს და დაფიქრდა და თქვენ ეს დრო გამოიყენოთ თქვენთვის სასარგებლოდ. იმისდომ კი არა, აი მე ცუდი ვარ და მე ალბათ რაღაც არ გავაკეთე და მე ლამაზი არ ვარ და მე მსუქანი ვარ და მე ისა უშნო ვარ. არა, მშვენიერი ხარ, კარგი ხარ, გადასარევი ხარ. უბრალოდ შენი ენერგია სხვაგან გაუშვი. და ნახავ როგორი შედეგი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ არის შეიძლება ზოგჯერ და ამიტომ ადვილი როცა შენ ახლა დაქალების გეუბნებიან, მე შენი ღირსი არ არის და შენ უფრო კარგი გეკუთვნის და შენ უფრო ისე და კაც რო უყარდე და გამოვარდებოდე და გამოიქცეოდე და აი ნახე რეიფშვა, მე ღალატებზე არ ლაპარაკობ. აი თქვათ ახლა თუ იცით თქვენ რომ ახლა დღეს ერთი მე-15 ადგილი გიყავია და ელოდები სანამ ახლა შენი რიგი მოვა. არა. მე ვამბობ აქ სხვა სიყვარულზე, ღრმა ურთიერთობაზე, მიხვდით? всё, ლექცია წაგიკითხეთ, ახლა გადავედით ჩვენ ახლა გაშლაზე, ხო? ეს კიდე მომწერენ ახლა ლაპარაკობ თუ თუ შლით ტაროს. ორივე ნიცა. აი ასე. დავიწყოთ. ანუ რა მოგიყვანათ ის შენ ცხოვრებაში უკან? აქ ვიპასუხეს უკვე პრინციპში, მაგრამ რადგან გამზადებული მაგკითხები გავარჩიოთ, ხო? რა გაკვეთილს გაჩვენებს შენ ბედი? მისი ნამდვილი გრძნობები ახლა მისი ესე იგი განზრახვები ვნახოთ და რა როლი უნდა რომ შენ ცხოვრებაში გქონდეს? შენ რა უნდა გააკეთო ამ სიტუაციაში შენი გზა და კიდე აქ კითხვა მაქვს, ესე იგი ანუ მთავარი გზავნილი ბედისგან, ანუ რა საბოლოო აზრი რა დევს აი ამ სიტუაციაში. პირახად გიპასუხოთ ყველაფერი, მაგრამ კაი. კიდე აქაც იგივეს მაჩვენებს, აქაც ორიანი არის პენტაკლების, აქაც ორიანი პენტაკლების, იგივე. ახალი აი და თან პლუს პენტაკლების ტუზი, აი მე გადავირევე ახლა და ისევ იუსტიცია. ბედმა თვითონ საჩუქა ისევ ბედმა და გასაჩუქრა თქვენ და იმიტომ გამოაგზავნეს ტრანსფორმაციების მერე და მაგრამ აქ გოგომაც გამოიარა ტრანსფორმაციები, გავიდა ახალ ეტაპზე და ამიტომაც ეს ბიჭიც უკვე ვეღარ იჯდა იქ, სადაც იჯდა და ამიტომაც მოგწერა და იმიტომაც უკვე დაასრულა ეს სიჩუმე, ხანძლივი სიჩუმე, იმიტომ რომ აქ მაღალი ძალები გამოგონდა. იცოდნენ რომ თქვენ ელოდებოდეთ, იცოდნენ რომ თქვენ ჭკვიანურად იქცეოდეთ, თქვენ ბრძნულად იქცეოდეთ, თქვენ საქმეს აკეთებდეთ, თქვენ იყავით შევსებული ენერგიებით.
თქვენ იყავით პოზიტიურად და თქვენ იმიტომ დაიმსახურეთ თქვენ ეს სიყვარული, დაიმსახურეთ თქვენ ეს სიყვარული და იმიტომ რომ აი სიმშვიდე გაქვს რა, თქვენ აქ ნუ და ამასაც იმიტომ დამთავრდა ყველაფერი და იმიტომაც ეს მოვიდა როგორც იმპერატორი. всё, აბა ვნახოთ ღმერთო. ესე იგი ორივე დასთა, ესე იგი შეყვარებული ვარ უკვე ამ ორივე დასთაზე რა, ისე მუშაობენ რაღაც ზაფრულად. შეიძლება ამაზეც მე რამე მასტერ-კლასს გავაკეთებ ჩემი მოსწავლეებისთვის. კაი, всё. ანუ ესე იგი ვნახოთ პირველი ჩვენი კითხვა ქონდა რა მოიყვანა უკან, რა მოიყვანა უკან და სიყვარულმა მოიყვანა უკან, იმიტომ რომ ადამიანს თქვენ უყვარხართ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ბევრს ფიქრობდა, ბევრს ანალიზებდა და მიხვდა რომ უკვე აი всё უნდა წავიდე, იმიტომ რომ მის გარეშე შუქიც არ ანთია ჩემს სახლში. აიგეთ? ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ აი ეს ზუსტად ეს სიყვარულმა აი აქ სიყვარულმა გამოგიგზავნათ მისე სიყვარულმა რა. ეხლა ვნახოთ ჩვენ რა უნდა გაიგოთ თქვენ და რა უნდა რას გაჩვენებს თქვენ, რა გაკვეთილს გაჩვენებს. აი ზუსტად აი ეს რომ ჩუმად უნდა იყოს ზოგჯერ. ჩუმად. რომ მიხვდეს შენ რომ ზოგჯერ არ არის ეს საჭირო რომ შენ ახლა დაიწყო აი ეს ქმედებები, რასაც მე თქვი, აღარ გავიმეორებ, იმიტომ რომ ბევრი ვილაპარაკე, ნუ თქვენ ვინც მე მიყურებთ, უკვე იცით რომ მე ტყვილა არ ვლაპარაკობ, ჯერ ვლაპარაკობ, მე უბრალოდ რომ მიდასტურებს, რომ წინ მოდის ინფორმაცია, მიხვდეთ, ხო? ხო და ამიტომ გეუბნებით, აი ეს გაკვეთილი იყო თქვენთვის, რომ თქვენ ისწავლეთ სიჩუმე, დააკვირდეთ, შეიძლება თქვენ სხვა დროს სხვანაირად იქცეოდეთ, დაუშვათ წავიდა 15 მესიჯი, ხო? რატო ხარ, რატო მეკცევი ასე, მე მაგი არ მეკუთვნის, აბა რაღაცა მითხარი, სანამ არ დაგბლოკავს. ხო? ეხლა თქვენ ისწავლეთ, რომ უნდა გავჩუმდე და ვიყო ჩემთვის და არ დავხარჯო ენერგია აი ამ საქციელზე რა. აი ეს უნდა გესწავლოთ და ისწავლეთ ალბათ. მისი აი სინამდვილეში რას განიცდის? ანუ უფრო შინაგანად, მოდით. აი შინაგანად. ანუ შინაგანად იმას განიცდის, რომ ყველა გზა მოდის თქვენსკენ. ნახეთ? აი ამას განიცდის ეს ადამიანი, რომ ანუ აქ როგორი მომენტი შეიძლება ეს ადამიანი მართლა ანუ არის ესეთ მომენტში ხან ესეთ პერიოდში, როცა ნუ თქვენ ხართ ის ვარსკვლავი, თქვენ ხართ ის ენერგია, რომელიც მას იზიდავს. ის ენერგია, აი თითქოს როგორ არის, იცით, აი ყველანაირად ეთყობა, რასაც არ უნდა ეფიქრა ამ ადამიანს, მაინც ხდებოდა, რომ აი ისევ შენ ხარ ჩემის კი, ნუ თქვენ ხართ ხო აქ ახლა მაგისტვის სინამდვილეში კიდე სხვათა შორის იცით რა მაგასაც უხლებს, მაგრამ მე ახლა გრძნობაზე ვეკითხები. იცით როგორ არის, მაგი აქ ცდილობდა დიდი ხანია, რომ თავს იტყუებდა ეკა. მე გეტყვით. შეიძლება ფიქრობდა, რომ აი, ნუ იყო ეს მომენტი, რომ დიდი ხანია ეს თავს იტყუებდა, რომ მე მივდივარ, იმიტომ რომ თქვათ, ეხლა ნუ რა ვიცი, აი даже როგორ არის, იცით, ეხლა აქ თავს იტყუებდა კი არა. პასუხს ვერ პოულობდა, ვოთ. პასუხს ვერ პოულობდა. ეს ადამიანი რაზე იცით, რომ ასეთ ქალს, აი რატომ ვუყვარ ვარ მე მაგას? აი ამას ვერ ხვდება. ამის პასუხს ეძებს ეგა. რატომ ვუყვარ ვარ მე ამ ქალს? იმიტომ რომ ნახეთ ახლა თქვენ ხართ პენტაკლების დედოფალი, ქალი, რომელსაც პრინციპში არაფერი არ აქვს, სამსახური აქვს, თავისი შემოსავალი აქვს. აი ძალიან ესეთი გოგო არის, აი უმშვენიერესი, უკეთილესი, მაგრამ ზის და მემელოდება სულ. აი ამას ვერ ხვდებიო, რატომ? რატომ? აი რატომ ჩემნაირ კაცს რატომ ელოდება ეს გოგო? ნუ ეს აქ შეიძლება სხვაობა ქონდათ ამ საქმეში ცოტა შორის.
მაგრამ ბიჭი გამოიყურება და ეს ასაკთან შედარებით უფრო დიდი შეხედულება შეიძლება ქონდეს, აი ბიჭია, მაგრამ აი არის აქ ეს მომენტი. შეიძლება წვერს ატარებდეს აქ. და ну ცოტა შეიძლება და ჭაღარაც იყოს ესეთი ტიპაჟი, ახალგაზრდა, მაგრამ აი ეგეთი ტიპია, გაიგე და ვერ ხვდებიო მე მაგასო. იმიტომ რომ აი აქ იმენამ ასაჩვენებს, რომ აი თითქოს თქვენ მაინც უნადებთ მაგას გზას. აი ეს კითხვები არ აძლევს მაგას აი მოსვენებას. რატომ თქვენაერი ქალი, რატომ ამდენი ხანი მას ელოდებით და ანუ გრძნობს, რომ გიყვართ რა. ვერ ხვდება, ვერ ამოგიცნოთ ამ ადამიანმა თქვენ რა. ენახათ აქ სიჩუმეზე რო გითხარით. გოგო არის და ეს ქართულად როგორ არის ახლა გამახსენე ღმერთო. პერია. ესენი რა ქვია, აი რო ადრე ხო წერდნენ მაგით. აი აქ ნახეთ გოგოს როგორ აქ დაგდებული რამდენი ახლა არ მივწერ რა, დაგდებული აქ. დაწერეთ გოგოები პერია როგორ არის ქართულად ღმერთო ამომივარდეთ. ნუ კალამი კი არ არის ესა. ნუ დაწერეთ რა. თქვენ ხო ხართ ჩემი ქართული მასწავლებელი, ქართულ ენის მასწავლებლები. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მეხმარება. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ მისი ნამდვილი გრძნობა უყვარხართ, რა თქმა უნდა, უყვარხართ. თქვენ ხართ მისი ძალა ხართ, იზიდავთ. უძლიერესი, აქ არის უძლიერესი, აქ არის როგორ იცით, აი როგორ არის იცით, აი ერთგული სიყვარული აქ ნახეთ, როცა არის აი ძაღლი, ხო არის ყველაზე ერთგული სიყვარული, იცის ძაღლმა, ხო? აი ეგეთი ერთგული არის ეგ თქვენი. ну, იცოდეთ რომ ეს ხა ინტუიცია გაქვს და მიხვდებით თქვენ პარტნიორზე ლაპარაკი თუ არა. ეხლა ვნახოთ ჩვენ რისთვის ამ ეტაპზე მოვიდა. რისთვის, ну აქ ისე მე-20 არკანი არის, აქ არის ეს არის თქვენი მონათესავე სული, ყველა ვარიანტში ეს ადამიანი მოვიდა, აქ ნახათ რისთვის. პირველ რიგში აქ უნდა შეიცვალოს რაღაცა თქვენში ალბათ კიდე. თქვენ მე აქ ნახათ აქ გოგო ზის მაგიდაზე და აქ მაგას აქ წიგნები რვეულები რაღაცები და აქ არის როგორი მომენტი, აქ რაღაც უნდა შეიცვალოს უეჭველი თქვენში. ეთყობა ეს ბიჭი თავისი აი ამ ნუ ვინც ახლა ნახოთ აქ მაჩვენეს ეგრევე რომ ადამიანმა აქ გაკვეთილი გაიარა, დაასრულისა და რადგან აქ გამოვიდა იუსტიცია, ესე იგი იქ უკვე ჩვენ ნახეთ ახლა სული აბარება, აი დააუშვოთ ახლა ხო აქ რაღაც შეფიქრებული და გავიდა პერიოდი ეს და სიტუაცია თქვათ ნუ მიდიოდა დასრულდა იქ სულები აბარებენ ასე თქვათ წოდებულ გამოცდას, ხო? გამოცდა ჩაარტყეს ბეჭედი თქვენს კი გამოიარეთ გადადეთ ამ შემდეგ ეტაპზე. აქ უკვე აი ეს ასე ხდება რა და უცბად გიბრუნებენ თქვათ პარტნიორს, ხო? და აი ახლა ნახეთ ჩვენ ვეკითხებით ახლა საერთოდ რისთვის არის ახლა ეს ადამიანი ამ ეტაპზე. ანუ თქვა დახმარება, გამოცდრამე კიდე განკურნება, დასრულება, რაღაცა დასრულება არა, ახალ ეტაპს, სხვა ეტაპზე გადასვა, ტრანსფორმაცია, მაგრამ ეს ძალიან მაგარი მე ისი მიყვარს მე 20 არკანის ტრანსფორმაცია. იმიტომ რომ ეს არის უფრო რბილი, როცა მონათესავე სულები არიან, როცა უკვე არ არის, ანუ შეიძლება არ გამოვრიცხავ, ნახეთ, აი ეს კითხვა, რომელსაც ხშირად მეკითხებიან, შეიძლება თუ არა კარმული ურთიერთობა ну, თქვა გაგრძელდეს, მე ხშირ შემთხვევაში კარმული ურთიერთობა არის ძალიან მწარე. ერთ-ერთი მწარე ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ აქ სულ ტკივილით გავდევართ ყველაფერს რა, სულ რაღაცა პრობლემები, სულ რაღაცა ისტერიკები, ну, კავშირი ძალიან ყველაზე ისეთი რა, ну, გააჩნია სულებმა რა აერჩიეს თავისი ამ კარმული გაკვეთილების გავლას ისთვის რა. მაგრამ თუ ორივენი მუშაობენ ამ ურთიერთობაში, თუ ორივენი აი даже კიდე რა შევამჩნიე, იცით, მე ხო სულ ვაანალიზებ ყველაფერს, აი ეს სულები, რომელიც უკვე არა ერთხელ მოდიან რა, შეიძლება თქვათ რაღაცა დარჩათ კიდე დასამუშავებელი, კიდე დარჩათ. ანუ როცა რაღაცა ეჭიდებენ, თან საინტერესო რა არის, даже შეიძლება იყოს როგორი ურთიერთობა, იცით, აი ასაკში სხვაობა, გინდა იქეთ, გინდა აქეთ
ეს ყოველთვის უეჭველი კარმული ურთიერთობა, მაგრამ აი სადაც იმენა ერთ-ერთი გამოდის, აი ძალიან ისეთი გამოცდილი მეორე ვითომ მოყვება და შეიძლება даже იმ დიდმა ისწავლოს პატარიდან. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია და მაგრამ ნუ სულები ხო იცულებიან, როლებს ხო ცვლიან, როცა მოდიან რა უკვე და აქ შეიძლება შეიცვალა თქვენი რაღაცა როლები, მაგრამ წავიდა მუშაობა, აქ ემუშავეს, ბევრი იმუშავეს სულებმა, ორივენმა იმუშავეს და ამიტომ შეიძლება თქვენ გადახვედეთ უკვე მონათესავი სულების როლში. კიდე მისი როლი ვეკითხებით ჩვენ, ხო? აქ მისი როლი თქვენს ახლა ამ ეტაპზე. ანუ თქვენ კიდე რაღაცა უნდა გაიხსნას თქვენში კიდე. ახლა ნახეთ რა ხდება. ჩვენ ნახევარი ცხოვრება, ასე თქვათ, ნუ ზოგჯერ 40 წლამდე გავდევართ პერიოდს, როცა ჩვენ ჩვენს პირად დანიშნულებაზე მუშაობთ. მერე იწყება ეტაპი, როცა ჩვენ უკვე მუშაობთ სოციალურ დანიშნულებაზე. ახლა ვინც ჩემთან მატრიცას სწავლობს, უკვე თქვენ ნუ მიხვდებით უკვე ეს რას ნიშნავს რა. და ამიტომ ახლა შენ შეიძლება თქვენ ახლა ეს ადამიანი გეხმარება თქვენ იმაში, რომ გახსნას, ანუ თქვენი საჭიროება, ხო? უკვე საზოგადოებისთვის, ასე რომ ვთქვათ. პლუს კიდე ჩვენ გავდევართ იქ საგვარეულოს პროგრამებსაც. ანუ ეგაც მეორე ეტაპი, ჯერ ჩემი პროგრამები უნდა გავიარო, მერე საგვარეულოს პროგრამებიც მაგ გასავლელი, იმიტომ რომ საგვარეულოს სული რო ირჩეს, ის საგვარეულო აძლევს ადამიანს თავისი რაღაც, ანუ ერთი და იგივე თითქმის ამოცანები აქვს და იმისთვის საგვარეულო აძლევს ადამიანს ნიჭს. და ნუ დახმარებას, ასე რომ ვთქვათ, ხო? ან ადამიანებს, ან სიტუაციებს, ან რა თქმა უნდა, თანდაყოლილი რაღაცა ნიჭიც გაქვს შენ იმისათვის, რომ შენ ეს შეასრულო, ანუ მხარდაჭერას. აი აქ საგვარეულოს მხარდაჭერა იქნება, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება რაღაცა კიდე უნდა ისწავლოთ, რაღაცები უნდა გაიაროთ, ჩვენ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. უბრალოდ ეს შეიძლება სწავლა არის რაღაცისთვის საჭირო კიდე და მე რატომღაც ვფიქრობ, რომ თქვენი საგვარეულო რაღაცა პროგრამების გასახსნელად. გაიგეთ რა ხდება? კი, აი განთეკილში, კი ბატონო. აი იმისთვის, რომ თქვენი ცოდნა რაღაცა კიდე გახსნას აქ. და ეს ადამიანი თქვენ დაგეხმარებათ. აუცილებლად დაგეხმარებათ იმაში, რომ გახსნას და იმიტომ რომ თქვენ საჭირო ადამიანი ხართ და თყობა ისეთი, რომელიც უნდა უნათოთ გზა ბევრს, ხო? გზამკვლევი ხართ. აი აქ იმენა გზამკვლევია, ნახეთ ადამიანი. და ეს ადამიანიც მოდის იმისათვის, რომ თქვენ ეს გზა გაგემკვლევთ. ეხლა როგორ რანაირად ეს უკვე სხვა ისტორია, მაგრამ აი კიდე რაღაცა უნდა გახსნას თქვენში, კიდე რაღაცა, ანუ გეხმარებათ, აქ თქვენ განვითარებაში უეჭველი რა ეს ადამიანი რა. ვნახოთ ახლა, ანუ თქვენთვის რა ქმედება, ან რა გადაწყვეტილება, ან პოზიცია იქნება თქვენთვის სწორი. თქვენთვის უნდა ისწავლოთ. უნდა ისწავლოთ. აი ეს არის რა. ამ სიტუაციაში უნდა მიიღო და ისევ უნდა დაჯდეს შენ მერხზე და დაიწყოს სწავლა. ყველა ვარიანტი ეგ არის რა. ნუ ნახოთ ახლა მთავარი გზავნილი ბედისგან რა, ანუ როგორი შედეგი თქვენ ორივეს გელოდებათ. ნახეთ გეუბნებიან, მოიცადე ჯერაო, გეტყვეთ ორიანი ახლა ნახოთ აქ რას გეუბნებიან. თან ვითომ არ გეუბნი ჯერ, აი შეიძლება даже აქ რას მეუბნებიან, იცი, არ უნდა იცოდეთ, თუ რა ხა ზოგჯერ რა არის, იცით. აი მართლა ჩვენ რო ყველაფერი რო ვიცოდეთ წინასწარ ბევრი რაღაცა შეიძლება ბევრ ამაზე ადამიანი უარსას ეთყოდა და ვერ გაივლიდა ამ გზას და მე ვერ გახდებოდა ის ვინც ხდება მე საბოლოოდ და მაგრამ იქიდან უფრო კარგად იციან რა რომ თქვათ რა უნდა გამოიარო შენ იმიტომ რომ შენ ხო ნუ ასე არის აწყობილი რა ეს ყველაფერი ჩვენ რაღაცებს გავდევართ რაღაც ეტაპებს ვიღაცებთან იმისათვის რომ გავხდეთ აი ის ვინც უნდა გავხდეთ მაგრამ ადამიანი ხშირ შემთხვევაში ნუ არჩევანს შენ გაძლევს კი ბატონო სულს აქვს ეს მომენტი რომ შეიძლება უცბად შეცვალა რა არ მინდა всё გადავიფიქრე არ მინდა და ამ დროს ახლა
შეიძლება ამით ბევრ ტკივილს აყენებს სხვა სულებს, იმიტომ რომ ისინი ხო მოვიდნენ მის მოლოდინში არიან, აი მე რო ვეუბნები ჩემ მოსწავლებს, შენ ვიღაცა გელოდება და რო ზიხარ და რო ისწავლე, ეს ცოდნა უნდა გასცე, რომ მე კი არ გასწავლე, მე გაღვიძებ, მე გავაღვიძე შენში ცოდნა, შენ წადე ეს ცოდნა გაეცა სხვებს, ვინც შენ უშუალოდ გელოდებათ, ხო? და უკვე მართლა ბევრი მოსწავლე ჩემი დაიწყეს მუშაობა და მათ საკმაოდ სერიოზულად მუშაობენ და ანუ ვინც დამიჯერეს. ხო, აი ეს არის ზუსტად, მაგრამ ზოგი უარს ამბობს და არა, მე ის კიდე არ ვიცი, მე კიდე რაღაცა მინდა, მე კიდე რა. ამ დროს მე მიდის აი ეს გაუგებრობები, მე კიდე მიდის რაღაცა მოვლენები და 1000 რაღაცები და ადამიანი ვერ ხვდება. ეხლა რამე მარტო მითხრეს რომ ისწავლე ტარო და ყველაფერი შეიცვლება და ბიჭო შენ რო ისწავლე ტარო შენთვის კი არ მითქე რომ შენ ისწავლე შენთვის და იჯეკი ეხლა ტაროშა შენ ეს უნდა ისწავლო იმ დონეზე რომ ამ ინსტრუმენტებს სხვას დაეხმარო და არა ეხლა შენთვის იჯდე და უყარვარ არ უყარვარ უყურო. მიხვდეთ? ყველას თავისი მისია აქვს, რა თქმა უნდა, ამ ცხოვრებაში. და აბა კიდე რა გინდათ რომ მითხრათ აქ? თუ არ გინდათ რომ მითხრათ? Так, აქ იქნება, ну, პრინციპში ნახეთ რა არის ახლა. ანუ აზრი მისი დაბრუნების რაღაცა რთული სიტუაციიდან გამოსვლა. Так, მოიცადეთ. всё, ნახეთ. ანუ როგორ არის იცით, ახლა აქ რა საინტერესო თქვენ აქ იქნება ეს პრინციპში არა, ეს მისი როლი შენ ცხოვრებაში. აქ არის როგორ ესე იგი ალბათ მაჩვენებენ რომ ორივესთვის იქნება აქ ახალი გზა ორივესთვის მაგრამ თვალები რო გაგშენ შენ უნდა მიხვდე ინტუიცია უნდა გაიხსნას აქ როგორი პერიოდი უნდა დასრულდეს იცით თქვენთან მასთან ერთად ახლა გეტყვით თუ დაუშვათ ამ ურთიერთობაში ყველანაირად თქვენზე იყო თქვენ თქვათ რატომ უნდა ეს სიტყვა ათრევდით რაღაცა თქვენს ზურგზე რა ყველაფერს ამ ურთიერთობას თქვენ მინდა გავიგო კარგად და თქვათ შეიძლება ბიჭი არ იღებდა იმ ხელა პასუხისმგებლობას უფრო გოგოს უწევდა გაიგეთ აქ თვირთის აღება ახალი შანსი ეძლევა ამ ურთიერთობას ახალი შანსი ეძლევა ამ ურთიერთობას აქ ძალიან დიდი ჯილდო გელოდებათ იმას ვინც ამ შანსს აიღებს შეიძლება ნახოთ გეტყვით ახლა აქ რა არის აქ ეს ბიჭი через ტკივილით უნდა გახდეს იმპერატორი ახალი აი იმპერატორი აი სხვანაირად უნდა მოიქცეს გაიგეთ რა ხდება შეიძლება თქვენ სულებს ნახეთ როგორი კონტრაქტი აქვს იცით რომ ამ სწავლაში ეს აქ ცოტა პატარა ბიჭი არის ხო გითხარით რა აქ გოგომ აიღო ქალური ენერგია ეს რა არის მაინც მითხარით ზუსტად რა ეგოისტური ეს ჭამს მეორე უყურებს მერე უნდა ისწავლოს ხო რა უნდა ისწავლოს ჩქარა
სიყვარული. ხო. ნახეთ როგორი იყო სიტუაცია. აქ იყო უნდა გამოხვიდეთ რაღაცა სიტუაციიდან, სადაც თქვენ იყავით როგორ, იცით, როგორ ადრე. იყო როგორ ერთი აძლევდა, მეორე იღებდა. ელოდებოდა შეიძლება ისიც მეც ველოდები, მეც რაღაცა მომეცი, მაგრამ არა. აქ ეს ადამიანი ჩქარა ეხლა ამ ადის სხვა ეტაპზე და ასწავლიან ამას, უნდა ისწავლოს ის არჩევანის, სწორი არჩევანის გაკეთება, через სიყვარულით, სიყვარულის მეშვეობით, ამისთვის რთული იქნება ეს. ამან უნდა ისწავლოს თქვენმა იმპერატორმა აქ. თქვენ ხალხისთვის თქვენ კიდე რაღაც გაანათებთ გზას. აი, ამან უნდა ისწავლოს აქ იმენა პასუხისმგებლობა. კი. პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ აქ იყო მთელი თვირთი ხალზე. გეძლევათ ახალი შანსი, რომ მაგან ისწავლოს კიდევაც, ანუ სხვანაირად ისწავლო. ნახეთ, გოგო დგას. ბოდიში ცოტა გადავერთ, გეგონება მარტივი ვარ, ხო? ცოტა გადავერთ. აი სახლი, ნახეთ, გოგო დგას, პატარა გოგო და აქ უჭირავს დიდი ვაშლი, ხო? ეს ვაშლი მაგ გოგომ უნდა აი ეს თქვენი მეფე. მან უნდა ისწავლოს აი ეს შემოტანა. მან უნდა ისწავლოს, რომ აქ გოგო, სულ გოგოა ზის და სულ გოგოზე იყო მთელი თვირთი აღებული ამაზე. გეძლევათ კიდე ერთი შანსი. აი რა, ხო? შეიძლება მე რო დავიწყე და არ დავამთავრე, როგორ იცით, სულებს აქ მოლაპარაკება იმაზე, რომ ესე იგი ბოლოს და ბოლოს გახდეს ეს ადამიანი იმპერატორი, ну რაღაცა აი საბოლოო რაღაცა კონტრაქტი გაქვთ, რაღაც გიმთავრდებათ რა, ეთყობა. შეიძლება თქვენ ახლა რამდენიმე ცხოვრებაში თქვათ, ამაზე ბრძოლობდით, რომ всё, საბოლოოდ უკვე ჩვენ უნდა ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, აი ამ სიყვარულმა უნდა გასწავლოთ თქვენ ის რომ არ არის მარტო თქვათ ერთ კარებში არ ურტყავს რა, ახლა ეს ბურთი რა, ორივე კარებში უნდა, ანუ ერთად უნდა გავაკეთოთ ჩვენ ეს ცხოვრება ავაწყოთ ის რომ შენს ანუ მიმოცვლა ენერგიების მიცემა გაცემა თუ როგორ არის ღმერთო ჩემო, აი ეს უნდა შეიცვალოს რა თქვენს ურთიერთობაში და აქ თქვენ დაიმსახურეთ ეს სიმშვიდე, დაიმსახურეთ ეს ბედნიერება, აქ თქვენ დაიმსახურეთ ის რომ უკვე თქვენ გახარებული აქ უნდა იყოთ და აი აქ ამან უნდა ისწავლოს ეს იმპერატორობა. ისწავლის? აუცილებლად. აუცილებლად, просто დრო მიეცეთ, მეუბნებიან, დრო მიეცეთ. ნუ ჭამ ნერვებს. ნუ აძალებ ამას. ნუ აი ეგრევე უცბად ნუ ელოდები. და ყველანაირად ნელა ეს ადამიანი შეცვლის, ანუ ყველაფერი კი განულდება ეს სიტუაცია და ეს ადამიანი, ახლა თქვენ თუ მოიქცევით სხვანაირად, თქვენ თუ დაუშვათ დოზირებულად მას რამეს ეტყვით, ხო, თუ ახსნა გინდათ რამე, ეს დაფიქრდება და ამ ხმალების მეფიდან აქ თუ ძალიან ისეთი ტიპია რა, რომელიც დაფრენავს მარტო სადღაც, ხო? გახდება პენტაკლების მეფე. ანუ იგივე იმპერატორი. კი, ხო სწორედ გავიგე მეთქე და მithils აბსოლუტურად სწორედ გაიგე სულ ყველაფერია. აბსოლუტურად სწორედ გაიგე მეუბნებიან. კი, 100%-იანი სწორედ გავიგე. ეს ადამიანი ახლა შენ კი უნდა ასწავლო, მაგრამ არა ისე ვთქვათ, აი ჩხუბით და ლანძღვით და რაღაცით. არა, ნელა
მიეცი ამას დრო, სიყვარულით, სითბოთი და ეს აბსოლუტურად აი კი შენი საქმე გაქვს, შენ მიხედე შენ საქმეს და ნელა მიეცი დრო ამას, რომ ისწავლეს ყველაფერს და შეიცვლება სიტუაცია, შეიძლება კი არა გამოვა ეს ადამიანი რთული პერიოდიდან. თუ დაუშვათ ადამიანმა არ იცით რომ თქვენ იმდენად ძვირფასი ხართ ამისათვის რა, რომ აი თქვენთან უნდა ოჯახი ურთიერთობა, იმიტომ რომ თქვენთან გრძნობს ეს ადამიანი ბედნიერებას კი და აქ იქნება როგორც ხანძლივი ურთიერთობა. ნუ ისწავლეს ეს ადამიანი რა. ისწავლეს, რომ ისედაც ბევრი ძალიან დიდი ტრაგედიები კი გადაიარა უკვე ამ ადამიანმა, იმის მერე დაგიბრუნდათ აგერ მაჩვენებენ რა. იმის მერე აი გამოიქცა პირდაპირ თქვენთან კი, აი გამოიქცა. всё. დაგღალეთ მოგონი. მორჩა, გავარჩიეთ მე მგონი ეგ სიტუაცია, რისთვის დაბრუნდა, მიხვდეთ ხო, რისთვის დაბრუნდა, ის უნდა გახდეს იმპერატორი, თქვენ უნდა გახდეთ იმპერატრიცა, უკვე ხართ იმპერატრიცა. საჭირო ადამიანი ხართ თქვენ საზოგადოებისთვის, ამიტომ თქვენს ნიჭს ნუმალავთ. всё. ისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს, მხოლოდ და მხოლოდ კარგს. მიყვარხართ.